თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ეცხლი ოლიგარქიას! ეცხლი ოლიგარქიას! ხელობაზე მუშაობა ამიტომს. ლოსანიმერ. ოჯახში მუშაობდი და შეუჩერია ხა სამ ადამიანს სამუშაო და წამოვედი. მზია სხვადასაჭერად მოვედი. არ ვიცნობდი. ის გაიგეთ მაშინ. პირველად რო დააკავეს მაშინ. ქართულობაზე რო გვესაუბრებიან, ქართულობას ვართმევენ. ეს ადამიანი რომელმის გამოც დაეჭირეს, შენი მზია დააპატიმრეს სილის გაწნის გამო, ხო? კაცი ჯერ კაცობაზე საუბრობენ, ადამიანებს საუბრობენ და ქალისგან სილის გაწნა მით უმეტეს იმ ქალისგან რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და კაციშვილი არ გამოდგა მის გვერდში ერთი ადამიანი მაინც რომ შეეჩერებია ეს ნაზირალა ვინც ეს გააკეთა სახელმწიფო აღარა გვაქვს აღარაფერი აღარა გვაქვს ალბათ და ამისათვის არის მოსული ყველანი აქ რომ ვიბრძოლოთ იმისათვის რომ მზიასთან ერთად მივიდეთ ბოლომდე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს და გადაჩენაზეა საუბარი უბრალოდ მარტო იმაზე არა საქართველოს გვექნება თუ არა ამაზე საუბარია. სრული ხარდაჭერა მას ავისავა და იქნები ბრძოლაში ბოლომდე მის გვერდში. დღეს მოსამართლე მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ნეტა როგორ შევა ისტორიაში მოსამართლე. ნიკოლოზ მარგველაშვილი თუ არ ვცდები ხო კოლეგიას რომელიც ხელმძღვანელობს შევა თუ არა ისე როგორც მოსამართლე რომელმაც დატოვა პატიმრობაში სახაროვის პრემიის ლაურეატი თუ მოსამართლე რომელმაც გაბედა და ეს არ გააკეთა. აი რაღაცა პატარა იმედი მაინც მაქვს რაღაც საღი აზრის ამ შემთხვევაში მაინც. რატომ ჯიან მზიას? იცი მე ფორმულაზე მუშაობდი და ყოველთვის ეს მამონათებდნენ რომ ყეზერაშვილის ტელევიზია მზიას ბათუმელებს ვერავინ ვერ ეტყვის რომ ისინი ფინანსდებოდნენ რომელიმე პარტიის, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ყოველთვის ეს იყო დამოუკიდებელი მედია. და მე ვფიქრობ, აი მაშინ, როდესაც ეთერი თუ რა გამოვიდა და პაპუაშვილს პირადად უთხრა, ის რაც უთხრა, მას შემდეგ ბათუმელები და ის ადამიანები, ვინც ბათუმელებში მუშაობს, იყო აი სამიზნეთ ამოღებული. მე ასეთი შეგრძნება მაქვს და უბრალოდ მიეცათ საშუალება დაესაჯათ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც სილა გააწნა რეჟიმს. ორივე პროკურორი არის უტიფარი, მატყუ არა. ორივე პროკურორი როგორც იცით, დაწინაურდნენ მზიას кейსის გამო და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად შევიდნენ ეშხში, ამ სიბოროტეში, ამ სიბინძურის კეთებაში, ალბათ გარანტირებული აქვს კიდე დაწინაურება. ორივე არღვევს კანონს და უცილებლად მოუწევს ორივეს კანონის წინაშე პასუხისგება. აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს ორივე. ორივე არის აბსოლუტურად რეჟიმის მსახური რომელსაც არც კანონის პატივისცემა აქვს, არც კანონის მორჩილება აქვს და არაფერი აქვს ბიძინა ივანიშვილის მორჩილება. მეტი არაფერი არა აქვს. რატომ არ შეიძლება რომ მოგვიკითხოთ, რატომ არ იმართება სხდომა დიდარბაში? წინა სხდომაზე იყო მოსამართლის დაპირება, რომ ჩატარდებოდა სხდომა დიდარბაში. რომ არ მიეცა მაშინაც ბევრი ადამიანი საშუალება რომ დასწრებოდა ამ სხდომას. რატომ არ ასრულდება მოსამართლის დაპირება? წარმოადგენს აბა ის ზურგი რომ მოგვიქციო, მაგის ვალდებულება გააქვს. რატო უნდა გვიწევდეს, ხო, მუდმივად ეს ალაყაფის კარებთან აქ დგომა და პრაქტიკულად ჩვენი შეზღუდული უფლების საერთოდ გამოუყენებლობა. აი ეს მოლოდინიც კი არ გამართლა, იმიტომ რომ როგორც ჩანს დარეკეს, როგორც ჩანს უთხრეს, რომ აი არ გინდათ ახლა ამ ჰუმანურობის თამაში რა, ძალიან კარგად არის თავიდანვე განსაზღვრული, როგორ ვექცევით ამ ქალს, რომელმაც თურმე სისტემას მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც იღებს ამ გაუთავებლად ამ პრიზებს, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღიზიანებს და მოდით რა ნუ ვთამაშობთ ან ჰუმანურობას, იმიტომ რომ სხვანაირად მოგექცევით. ამიტომაც დღეს კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე იყო გაცილებით უფრო ფრთხილი, გაცილებით უფრო შეზღუდული, გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრი აუდიტორიის მისამართითაც, ნუ არაფერს არ ვამოვიხა ბრალდების მხარეზე. როდესაც ჩხაიძე, მეორე პროკურორი საუბრობდა მზიას სილაზე, რომ თურმე ეს სილა ისეთი ხმაურიანი იყო და ისეთი შემაზანზარებელი იყო, რომ ბათუმში 11 იანვრის აქციაზე მყოფი ხალხიც კი შეცფუნდა და დაიშალა. აი ამაზე მეორე პროკურორმა გოგაშვილმაც კი გაიცინა.
და მოსამართლემ თავი დახარა უხერხულობისგან. ანუ იმდენად კომიკურია ეს ყველაფერი, ცინიკური და ტრაგიკული, რომ შეუძლებელია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სამართლიანობა, ეს არ არის სასამართლო, იმიტომ რომ რაღაცა ფარს უყურებთ ყველანი ერთად, ამ ფარში გვიწევს მონაწილეობა, იმიტომ რომ ზიას ნახვა გვინდა და მისი გამხნევება და ამ დროს ვიცით როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომელიც მათ დაწერილ ბრალშიც კი არ წერია. დღეს რაღაცა ახალი თვითშემოქმედებას მისცა გასახანი და რეალურად მოსამართლეს უყვებოდა, რომ ზია ამაღლობელმა ამის წესრიგს გაიგდოთ გებუაძე, წესიდარიგით გებუაძე ალბათ არის წესრიგს გასაგდები, მაგრამ არ გაუკეთებია ეს მზია ამაღლობელს და ისეთი ბრალის საყენება გადაწყვიტა დღეს, რომ დაესაბუთებინა რატომ უნდა დაბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო პროკურატურის პირველ ვერსიაზე, რომ საკუთარ თვითშემოქმედებაში გაიხლარდნენ მეორე პროკურორი აჩერებდა, კარგი, ეგ არ გინდაო რა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა უკვე არის გამწარებული და ყველა ფერზე მიდის იმისათვის, რომ ზია ამაღლობელის ბრალი ისევ დაამძიმონ და ზია ამაღლობელი ისევ გამოკეტონ ივანიშვილის სათუსაღოში. მაშინ ხომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზია გარეთ უნდა გამოსულიყო იმ შემინული გალიიდან. და მიეცა და სრულფასოვან მონაწილედ პროცესის მჯდარიყო ადვოკატების გვერდით, ხო? ის რაც ვერ გააკეთა 8 თვის განმავლობაში სახელაშვილმა ბათუმში, ის გააკეთა მარგველაშვილმა პირველ სხდომაზევე, ხო? მაგრამ დღეს არ დაიხია უკან. იმიტომ რომ 11 ნოემბრის გადაწყვეტილება მისივე რომ გარეთ გამოეყვანა იმ გაუგებრობა კოლოფიდან მზია და დაესვა ადვოკატების გვერდით იყო არასწორი? არა, ის სწორი იყო და სწორად მოიქცა 11-ში, მაგრამ 14-ში იმიტომ ვერ მოიქცა სწორად, რომ კლანმა გასცა პასუხი. დღეს მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება კი არ გამოაცხადა, გამოაცხადა კლანის გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება მზია ამაღლობელის მიმართ გამოიჩინო მინიმალური ჰუმანური დამოკიდებულება, რომ ის იმ გალიაში არ იჭრეს და იჭრეს სრულფასოვან მონაწილედ სხდომას. ვარაუდობ, რომ განაჩენი დაწერა მისმა თანაშემწემან, რომელიმე თანაშემწემ ეს ეჭვია საუბედუროდ იმ დონეზეა ეს დაწერილი ეს განაჩენი, იმ დონეზე არ იცის ამ განაჩენის დამწერმა, რაზე ვლაპარაკობ, საუბრობდით სასამართლო დარბაზში, ხაბარს არ არისო, ხო რა გიგიათ, აი ასეთი მონაკვეთებია ამ განაჩენში, ამი ხაბარს არ არის, რაზე საუბრობდით საერთოდ. მზია როდესაც მოათავსეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მისი თვალის მხედველობას შანსი ჰქონდა 90%-მდე დაენახა. წარმოგიდგენიათ? და ეხლა 10%-მდე შეუძლია დაინახოს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ? რაფერს არ აკეთებს სასჯელ აღსრულება ამ თვალსაზრისით და ჩვენ ხელახლა მივმართოთ ახლა მინის წერილით, რომ მას მისი ჯანმრთ ამ დიაგნოზის რა თვალისწინებით ეკუთვნის შესაბამისი შშმ პირის სტატუსი. კეთილი ინებონ ეს პროცედურა მაინც დაიწყონ, რომ უზრუნველყონ მისი თვალის იმ ზომაზე მაინც შენარჩუნება, რომ ადამიანის სრულად არ დაბრმავდეს, იმიტომ რომ ერთი თვალით ვერ ხედავს და ეს არის 10% ზაფხულის მონაცემით, რაც არის. ეს ვერ გაუმჯობესდება. ერთადერთი შანსია შენარჩუნდეს. ამ საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ზია ამაღლობელის ტელეფონში ვერაფერი ვერ იქნა აღმოჩენილია. კრება დარჩა მხიარული, მაგრამ ხომ ისაუბრეს ამდენი ხანი, ხომ დააბრალეს ყველაფერი ხან აგენტობა, ხან ინსტრუქციით მოქმედება სხვადასხვა არაერთი მაიმუნობა, ხომ დააბრალეს და დღეს მოიტანეს საექსპერტო დასკვნას, სადაც წერია, რომ ბოდიში არაფერი არ არის ამ ტელეფონშიო, მოკლედ ეს იყო მნიშვნელოვანი ამბავი. Deep state არ აღმოჩნდა, საერთოდ ვერაფერი ვერ აღმოჩნდა. მართალია მათ კი ყველაფერი ნახეს, ეგ არის უბედურება, ეს იმას კი არ ნიშნავს, მათ ყველაფერი ნახეს, იჩეჩეს, ყველაფერი ნახეს, მიმოწერა ზარი, შეტყობინება, ახლობელი, მეგობარი, რაც ყველაფერი ნახეს. მაგრამ ვერაფერი ვერ მოიტანეს სასამართლოში. ქალბატონო, თქვენ პროცესის დაწყებამდე ნიკოლოზ მარგველაშვილს მოსამართლეს თხოვეთ, რომ მინის კაბინიდან გამოეყვანათ მზია ამაღლობელი, როგორც ეს წინა შემთხვევაზე მოხდა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგთანხმდათ ის და კლანისგან მიიღო თუ არა მას შენიშნა? არანაირი ეჭვები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, მათ მისცეს ამ საკითხს თითი დაუქნიეს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უთხრეს, რომ არ თქვენ ასეთი კეთილები და კეთილ განწყობილები ვერ იქნებით. აი სამწუხაროდ ეგ არის დიაგნოზი ამ სასამართლოსი და საერთოდ ქართული მართლმსაჯულების მოსამართლეები ეცადნენ რაღაცა ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე,
და მაშინვე უთხრეს არც გაბედოთ და ეხლა წარმოიდგინეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო. ასე დიდარბაში არ გაიმართა. ასევე დიდარბაში ესაც დარწმუნებული ვარ იმავე ინსტრუქციის ნაწილი იყო სასამართლოს ქართულ მართლმსაჯულებას ეშინია სინათლის სხივის, ეშინია ღიაობის, ეშინია მოქალაქეების, ადამიანების თვალის, ყურის, საღიაზრის, სინდისის, ნამუსის ყველაფრის ეშინიათ და მაქსიმალურად ხურავენ ამ პროცესებს. არ გამიკვირდება მე ერთდღეს ადვოკატებიც რო არ შეგვიშვან იქ, ან რაღაცა განსაკუთრებული სპეცშემოწმებების შემდეგ რომ შეგვიშვან, ანუ ვიზაც გასცემს, არ ვიცი, რაღაც სამსახურები რო ეს შეიძლება წარმოადგენს ვიზაც არა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ქართულ მართლმსაჯულებას არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან. აი ეს არის ამის მაგალითი, ხომ? შეხედეთ ეზოდან იქით არავის არ უშვებენ, რომ შევდივარ, მგონია რაღაც სარეჟიმო ობიექტზე მივდივარ. არა და მართლმსაჯულება აღესრულება ხალხისთვის, თქვენთვის აღესრულება მართლმსაჯულება მედიისთვის, საზოგადოებისთვის და არა ჩემთვის, პროფესიონალისთვის, რომელიც წარმოვადგენ თქვა ჩემი დაცვის ქვეშ პროფის ინტერესს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება! გებუადი, ხოჭა.